ზურიკო დღეს უნდა გავაკეთოთ კისელი. რამ გაგახსენა კისელი? ბავშვობაში ხო ვიკეთებდნენ და ვსვამდით. ახალი ხილის კისელს ვიკეთებდა და ბავშვობის მე აღარც გამისინჯავს, აღარც მინახავს. საბავშვო ბაღში ხო გასვერდნენ. ხო და არ მიყვარდა მახსოვს. სადილზე სულ იგენი ქონდა, კურკუტები ქონდა შიგნით. უი, ეგ არ ვარგოდა ესე სულ კისელი. ხო და რა მახსოვს კიდე იცი საბავშვო ბაღიდან? ემალის ვედროებით მოქონდა და ჩამშჩით გვისხამდნენ კრუშკებში. კი ბატონო. ციყვიან კრუშკები. კი, ახლა გამახსენდა ბავშვობის მერე არათუ გამისინჯავს, არც მინახავს. ავატყოფის მოსანახულებლად რომ მიდიოდა დედაჭი აუცილებლად წიწილის ბულიონი და კისელი. რაღაცა დანიშნულება ქონდა ამ კისელს და ეხლა იცი რომ ბაღებშიც აგრძალეს კისელი არ შეიძლება. ეთქობა მაშინ არ უხდებოდა ავატყოფებს და ახლა არ უხდება. და მე მიყვარს. აი ახლა გავაკეთებ მე ალუბის კისელს, ამ დროს კეთდებოდა მარწყვის კისელი. როგორც ეს იმიტომ მარწყვის სეზონი იყო. ტორტი ქონდა წინ. აი ახლა მდუღარეწყაში ჩავყრე ალუბალს, წამოვადუღებ. მაგ გაყინული ალუბალია ნინო შარშან გავყინე. კი, მე რა. ეს ხეხლა ხელად წამოიხარშება და მე დავატკბობ, ძარტყბილსაც არ ვაკეთებ და კარტოფილის სახამებლით შევასქელებ. ნახე? ნახე, ხა ეს წამოვადუღებ. რა მოგაგონასებს? საიდან მოგაგონდა ახლა მაგ? ზაფხულში რა კაი ცივი კისელი. ცივი კაი, ხო, მესი ამოვნებას ფათაშორი. სიცხეში ცივი კისელი, ცოტა თხელი ალბათ, ძალიან სქელი რომ არ ივარგე. სქელი არა. კი, წარმომიდგენიას ფათაშორი. ბავშვობის ემოციებს აშლის თუ არა, ისე დიდად რომ გითხრა მიყვარს მეთქი მოგატყუე. ძალიან გებრიელია, თუ არ სვამ რა გეყარება. ხო, არ მახსოვს. რამდენი წელი არ გაგიჭირდა. შენ აკეთე? კი, როგორ არა. მოხუცებსაც ძალიან უყვარდა, ჩემი სულ აკეთებდი. ასე რომ იყიდებოდა ქაღალდის კოლოფებში. იყიდება ეხლა. გამზადებული? კი, გამზადებული ალუბალი, მარწყვი. ესე იგი ვიღაცა აკეთებს. ჟოლოს. კი, როგორ არ აკეთებს. რუსეთში იყო პოპულარული. სანატორიუმებში და მე ვცეკვავდი, რამდენადაც ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ბავშვობაში. ხო და იმაში საერთო საცხოვრებლებში გვაცხოვრებდნენ რაცა სასტუმროსავით, სანატორიუმის რაღაცებში. ზამთარში სანატორიუმებში ხომ იყო ბევრი ადგილი. ხო და იმ სანატორიუმებში ჩვენ გვაძინებდნენ რა, გვათავსებდნენ, დიდი ჯგუფი ვიყავით. ხო და სულ იყო საუზმეზე კისელი. კი ბატონო, და კისელი არის რუსული. ჩვენ კისელს როგორ ქართულად რა ქვია? რა ვიცი მე? წრაწი. დიახ. როგორც არ უნდა გაგიკვირდეს ესე ქვია. ჩავყარეთ ალუბალი, ავადუღეთ კარგად, 1-3 წუთი საკმარისია სრულიად ამის მოსახარშად. დავუმატეთ შაქარი და ეხლა წყალი მომაწოდეთ, რა. ეხლა კარტოფილის სახაბებას გავხსნით, ცივ-წყალში მაინც რო შეგვეწუხდეს. დავუმატეთ და წამოვადუღეთ. აი ეს იქნება სულ ჩვენი ცოტა უჭირს გახსნით ხან. რაიონი ყოფილა გას. ძალიან. მე მაგ მთელი ამბავი მეგონა და რაიონად გააკეთა. ის გამზადებულები ესე იგი მე იოლი არ მიყვარს არაფერი თუ. რატო რთული გინდა რომ იყოს, ხო? რაიონი ყოფილა, იმიტომ არ მიყვარს იოლი რომ. თქვენი ხალხით ვაკეთებ ახლა თხელ კისელს. თხელს. მორჩა. ეხლა მას წამოვადუღებ და ჩამოვასხამ ჭიქებში. გავაცივებ და მივირთვებ ცხელ დღეებში. ცივად. კი, ცივად. ვისაც თბილი უყვარს, შეუძლია თბილი მიირთვას. ნინო, ამას ნეტი არაფერი არ უნდა? არაფერი არ უნდა. ხაზირია? ხაზირია, აჰა, ჩამოესხი. და იგენი კეკლები რომ გაყობა? მე რა კეკლებით ჩავყარე კომპოტში არ დაგილევია? აი ჭიქები სპეციალურად ავარჩია, ამაში მახსოვს. ველებული. გათლილი ჭიქები. ესე იგი დაიმახსოვრე, კისელს ქართულად ქვია წრაწი და კომპოტს ქვია ნარაჯი. მე და რა სიტყვების ხასიათზე ხარ შენ. შენკენი რამდენი თუზება? მინდა იდუდე ქვეშ. არ მინდა ხა. ისე დავისხამე რომ არ გაგეწევა. მასე მეცვიზავდი. აი მაშინ დავიწყე. მასე მაგფერად მეცვიზავდი. ცირა ცხელი არ მომინდება, მაგრამ ცივი მომინდება ახლა მზაფხულში. ცივდება და ნახე, სიცხეში არის ძლიერთან ალუბლის. დიდია ფოზე და ჭიქამა. გამეიგონა ახლა. მე ხო, მოდი ხარ ხასიათზე ნელ-ნელ. ამის ხა კისელი ვერ მომიყვანს ხასიათზე. მარწყვის ტორტმა ვერ მომიყვანა და კისელი რას მომიყვანა? მოგონებია, მაშალა რუსულ სანატორიუმში მგონია თავი. დიახ. 4-ში ვარ სანატორიუმში, მეგობრებო.
რა ქვია და იმას მეორე მჟავეწყლები რომ იყო? ნარზანი. არა. ესენდუკი. არა კაცო. ესენდუკში არ ვარ ნამყოფი. რა ქვია და იმას? კისლავოდი და ჟელეზნავოსკი? არა. რაცხა სამკურნალო რეგიონი იყო ეს. ერთმანეთის გვერდზე იყო იქ კისლავოსკი და ჟელეზნავოსკი. ხო, ჟელეზნავოსკში ვარ სანატორიუმში მეგობრებო. გრეჩი ხაც იქნება დღეს ალბათონო? ციციბურა იქნება? დიახ, ციციბურა იქნება. ციციბურა, პიურე და არჩევანი უნდა იყოს ოღონდ. ციციბისა კოტლეტი ციციბურით თუ რა ქვია იმას მეორეს? პიურა და ციციბურა. დიახ, კოტლეტი. და კისელი დესერტია? აუცილებელი დესერტი იყო კისელი ყველა სანატორიუმში. ჟელეზნავოსკში. მე რთო ნუ ვაღირსებ კიდე მაგ დღეს. ჩამოასხი რა გენანება. და ვიღაცებს რამდენი რამე გაახსენდება ხა კისელზე. მეც მახსენდება ჩემი ტურფა მასწავლებელი. ტურფა ერქვა ჩემს მასწავლებელს ბაღში. მე. საბავშვო ბაღში. ახლა ეჭვმეპარება ეს там კისელი რომ დანიოს. არის. მოვა ახლა სკოლიდან და შევთავაზე. მაგრამ არ მგონია. არის ის გაცემდაულები ახლა სტადიაში. კაიფერი კი აქვს. აბარა. მათვისაც ძალიან კარგია. ნატურალური ფერი. ეს ქვაბიც მე მგონი ჟელეზნავოსკიდანაა. არა, ეს არის ლენინგრადიდან. იმ დროინდელია, ლენინგრადი აკეთებდა მაგას. მართლა? დიახ, ემალის ქვაბებს. ეს ძალიან მომინანქრებული ჟელეზნავოსკში, კისლავოსკში და ლენინგრადში ვარ, მეგობრებო. ჩემი ბავშვობის ქვაბია. გურიდან წამოვიდე, შურაბებიას ბახვიდან. კისელი მორჩა, მეტი არც ალაპარაკო გვა კისელზე არაფერი და არც ათქმელი და არც აჩხუბარი და არც მოსაფერებელი. ჟელეზნავოსკის გარდა აფერი არ გვაკავშირებს კისელთან. რატო პიცუნდაშიც იყო სანატორიუმი? პიცუნდაშიც ყოფილა, მე პიცუნდაშიც არ ვარ ნამყოფი.